კიევი კატასტროფის ზღვარზე ისევ კორუფციული სკანდალი და ვითარება ფრონტზე. გამარჯობა. დღეს 17 იანვარია 2026 წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1424 დღე გავიდა. მე რატი ვარ მუჯერი ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაზე, ხართ არხზე თავისუფალი ხალხისთვის. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში. აქვე გეტყვით, რომ მექნება ჩართვა კიევიდან და როდესაც კიევში იყინებიან, ასე ვთქვათ, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით არ არის ელექტროენერგია, არ არის გათბობა, უშუალოდ კიევიდან გავიგებთ თუ რა ხდება. მანამდე ტრადიციულად მადლობა ყველას, ვინც არხის გამომწერია, ვინც ალაიქებს ვიდეოებს, აზიარებს თავის სოციალურ ქსელებში, აქტიურობს კომენტარებში, განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციით არის დაკავებული. შეგახსენებთ, არხი მხოლოდ დონაციით ფუნქციონირებს, ვისაც გაქვთ სრული აღწერაში ანგარიშის ნომერია, ვისაც არხი არ გაქვთ ჯერ გამოწერილი, უმორჩილსაც გთხოვთ ახლა გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მასაში დავიწყოთ. იმ დღეს, როდესაც ლვივში ორეშტიკი გამოიყენა რუსეთმა, მოხდა კიევის მორიგი მასობრივი დაბომბვა, კომბინირებული საჰაერო შეტევა, რა დროსაც წყობიდან გამოვიდა პრაქტიკულად ელექტროსისტემა. მთელი ეს პერიოდი კიეველები და არა მხოლოდ კიეველები, უკრაინის რამდენიმე ქალაქში არის მსგავსი კატასტროფული სიტუაცია, არიან პრაქტიკულად ელექტროენერგიის ცხელი წყლის გათბობის გარეშე და ვითარება ძალიან მძიმე არის, რამდენიმე ათეულობით 1000 მოქალაქე არის დარჩენილი ენერგეტიკის გარეშე, მაშინ როდესაც კიევის ქუჩებში -15-დან -24-მდე ტემპერატურა ფიქსირდება. ჩვენ მოვისმინეთ კლიჩკოს განცხადება იმის შესახებ, რომ ვისაც აქვს საშუალება ჯობს კიევი დატოვონ, ამის საპასუხოდ გვესმოდა ზელენსკის კრიტიკა, რომ სხვა ქალაქები უფრო კარგად მოემზადნენ ვიდრე კიევი მსგავსი პრობლემებისთვის, თუმცა ფაქტი ერთია, ადგილზე კიევში საკმაოდ რთული ვითარება არის და შესაბამისად, როგორც გითხარით, დღეს გვექნება ჩართვა კიევიდან და უშუალოდ ადგილიდან გავიგებთ რა ვითარებაა, როგორ უძლებს როგორი არის განწყობები ამ ყველაფრის ფონზე. თუმცა მანამდე უნდა ვისაუბროთ კიდევ ერთ სკანდალზე და ამჯერად ისევ კორუფციაზე. ნაბუმ ამ დროისთვის დააკავა იულია ტიმოშენკო, მისი ოფისიდან ამოღებული არის ფული, მას ბრალად ედება ფულის შეთავაზება დეპუტატებისთვის სხვადასხვა კანონის მისაღებად. უნდა ვთქვათ, რომ აქ პრინციპში სიახლე სამწუხაროდ არაფერი არ არის უკრაინულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, პოლიტიკური კორუფცია განსაკუთრებით აქტიური არის. ეს არ არის ხო თქვათ რაღაცა ფულის მიცემა კონკრეტული კანონური პროექტისთვის, რომელიც ან ტენდერის მოსაგებად ან რაღაცა, ეს არის საკუთარი პოლიტიკის გატარების მეთოდი. ანუ როგორ იღებ ამა თუ იმ კანონ პროექტს ფულის გადახდით და ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც უკრაინელები დიდი ხანია ცხოვრობენ, პრაქტიკულად დამოუკიდებლობის მოპოვების მერე, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში და სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ ამ ყველაფერს ომის პერიოდშიც უკრაინა თავს ვერ აღწევს. თუმცა მეორეს მხრივ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ნაბუ და საპი, ანუ ორგანიზაციები, ორგანოები, რომლებიც დამოუკიდებლები არიან და იბრძვიან კორუფციის წინააღმდეგ, შეენარჩუნებინათ ეს დამოუკიდებლობა. შეგახსენებთ, რომ მთელი ეს კორუფციული სკანდალები დაიწყო მაშინ, როდესაც უკრაინაში პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ნაბუს გაუქმება როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის და პროკურატურისთვის და SBU-ისთვის დამორჩილება, თუმცა მაშინ ომის ფონზე უკრაინელები საპროტესტო აქციით გამოვიდნენ ქუჩაში და მაშინ, ასე ვთქვათ, ზელენსკიმ უკან დაიხია, ნაბუ დატოვა დამოუკიდებელ ორგანოდ და ჩვენ ნახეთ, რომ მას შემდეგ იყო არაერთი სკანდალი, იგივე ერმაკის სკანდალი, იგივე სლოგანარო და სხვა დეპუტატებზე სკანდალი და ახლა უკვე იულია ტიმოშენკო. თავად ტიმოშენკო გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, პატიმრობაში არ არის, თუმცა ის, რა თქმა უნდა, ამ პროცესს პოლიტიკურ პროცესს უწოდებს. შესაძლოა ეს ყველაფერი ერთის მხრივ რუსული პროპაგანდისტვის ძალიან კარგი იყოს, იმისთვის, რომ მათ დაიწყონ საუბარი იმაზე, რომ აი ომში ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა და ომის მიუხედავად მაინც ვიღაცები ფულის გაკეთებაზე
ფიქრობენ, თუმცა მეორეს მხრიდან ამ მნიშვნელობა არ აქვს, რა სიტყვის რუსული პროპაგანდა იმდენად, რამდენადაც დასავლურ ქვეყნებს არ ამგონია ილუზია ქონოდათ, რომ უკრაინაში კორუფცია არ არის და სწორედ ამიტომაც ისინი საკმაოდ ხმამაღლა და საკმაოდ დიდი ზეწოლას ახდენდნენ ზელენსკიზე, როდესაც ნაბუს დამოუკიდებლობაზე იყო საუბარი. აქ მეორე მხრივ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ნაბუ მუშაობს, ანუ ერთის მხრივ კორუფცია არის, თუმცა მის წინააღმდეგ ნაბუ მუშაობს. არ უნდა გქონდეს ილუზია, რომ თუნდაც ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში კორუფციული პრობლემა მალევე აღმოიფხვრება, ეს ალბათ დარჩება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად წლების განმავლობაში, თუმცა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ინსტიტუტებმა იმუშაონ და არ იყვნენ დამორჩილებული ერთ ვერტიკალზე და მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ ამის წინააღმდეგ იბრძოლონ. კორუფცია და კორუფციული სკანდალები შესაძლოა სწორედ გახდეს ის, რაც საბოლოო ჯამში უკრაინულ საზოგადოებას პრობლემებს შეუქმნის საომარი მოქმედებების დროს და რა თქმა უნდა ამ საკითხზეც დავსვა მკითხვებს, ოდესაც გვექნება ჩართვა კიევიდან. გეტყვით, რომ ჩაგვერთვება ალია კიეველი ახალგაზრდა ქალი, რომელიც არის ასევე დოკუმენტური ფილმის თანაავტორი, რომელიც მან ალფა სიხშირესთან ერთად მოამზადა სწორედ უკრაინის ომის შესახებ და ასევე ის რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კითხულობს ლექციებს უკრაინაში. რამდენიმე წუთში ის უკვე ხაზზე იქნება და მე შემოგთავაზებთ სწორედ ამ ინტერვიუს კიევიდან. მანამდე კი გეტყვით, რომ თუ კი ჯერ ვიდეო არ გაქვთ დალაიქებული, ახლა დაალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელში, იაქტიუროთ კომენტარებში და თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწეროთ არხი. მადლობა დროისთვის. ახლა როგორი სიტუაცია? რამდენი ხანია რაც შუქი და გათბობა არ გაქვთ? Всім доброго дня. Доброго дня з України. ყველას მოგესალმებით უკრაინიდან. ახლა ჩვენ ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. 9 იანვრიდან, როცა აგრესორმა ქვეყანამ ჩვენი ინფრასტრუქტურა და სახლები დაბომბა მაშინ, როცა ხალხს ეძინა შუქი, წავიდა და გათბობაც გაითიშა. ახლა დაახლოებით 6000 სახლი ენერგიის გარეშეა. მერი და შესაბამისი სამსახურები ცდილობენ სიტუაციას გაუმკლავდნენ. ახლა ნელ-ნელა ისეთი სახლების რაოდენობა, რომელსაც არც შუქი აქვს, არც წყალი და არც გათბობა მცირდება, თუმცა კიდევ ბევრია ასეთ მდგომარეობაში. გათბობას რაც შეეხება, როგორ ახერხებთ გათბობას? საერთოდ როგორ ცხოვრობთ? მოკლედ ასეთი სიტუაციაა, ჩემ თავზე ვილაპარაკებ. როცა დაგბომბეს, მე 2 დღე არ მქონდა არც შუქი, არც ცხელი წყალი, არც გათბობა. ახლა გათბობა უკვე მაქვს, მაგრამ ჩემი მეგობრები მწერენ, რომ უკვე მერვე დღეა გათბობის გარეშე არიან და ბუნებრივია არც შუქი აქვს და არც წყალი. ისინი ცდილობენ ასეთ სიტუაციაში გადარჩნენ, თუმცა სიტუაცია ძალიან მძიმეა. ხალხს ცხოვრება საშინელ პირობებში უწევს. ადამიანებს პატარა ბავშვები ჰყავთ და იმათ ყველაზე მეტად უჭირთ. გადასვლაც არ შეუძლიათ, ვერსად მიდიან. ტემპერატურა -24-დან -30 გრადუსამდე არის ხოლმე. ახლა არის გაფრთხილება, რომ აგრესორი ქვეყანა გააგრძელებს დაბომბვას, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესოს. როგორც აქ წერენ, მათი მიზანია, რომ ყველაფერი გაანადგურონ, რომ ქალაქები საცხოვრებლად აღარ ვარგოდეს და ევაკუაცია დაიწყონ. კადრები ვნახეთ, სადაც კორპუსებს შორის კარვებია გაშლილი და რა დანიშნულებისაა, რის გაკეთება იქ შესაძლებელი? ამას ვეძახით გაუტეხელობის ცენტრებს. იქ შესაძლებელია გათბობა, გაჯეტების დატენვა, შეგიძლია ცოტა ხანი იყო იქ და ცხელი სადილი ჭამო. იცით, უკრაინელები გაუტეხელი ხალხი ვართ. ახლა ჩატებში ვწერთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, უკრაინელები მაინც გადავიტანთ. მოკლედ, მერიამ მოაწყო ეგ და ის ხალხი, ვინც დაბომბეს და ვისაც ბლექაუთი შეეხოთ, ისინი მიდიან და სარგებლობენ. მარტო კიევში არაა ასე. ოდესა, ხარკივი, კრივოი როგი, დნიპრო და კიდევ ბევრი ქალაქია ამ მდგომარეობაში. თან სამწუხაროდ გვაქვს მოლოდინი, რომ რაც მეტად აცივდება, უფრო აქტიურად დაგბომბავენ. ნახეთ, რომ კლიჩკომ თქვა, ვისაც შეგიძლიათ ჯობს ქალაქიდან წახვიდეთო. მერე ვნახეთ, რომ ზელენსკიმ გააკრიტიკა ის და თქვა, რომ სხვა ქალაქები უკეთ მოემზადნენ ვიდრე კიევი. კიდევ არის სკანდალი კორუფციაზე. ეს როგორ მოქმედებს ადამიანებზე, განწყობები ხომ არ შეიცვალა. იქნებ კმარა და დროა ომი დასრულდეს. იცით, ახლა ესეთი სიტუაციაა, რომ ადამიანებს უბრალოდ უნდათ რომ გადარჩნენ. ახლა არავინ აქცევს ყურადღებას, ვინ ვისზე რა თქვა, უბრალოდ გვინდა რომ გადავრჩეთ. ახლა მთავარია სამსახურებმა იმუშაონ და ამ საშინელ ყინვებს გაუძლოთ. წელს რომ ზამთარია, უკვე დიდი ხანია ასეთი საშინელი არ ყოფილა, სიცივეს გულისხმობ. ეს ხალხი უნდა გადარჩეს, ვისაც დგას უკრაინა, ვინც იბრძვის უკრაინისთვის. ასე რომ ვინვის რა უთხრა და რას ვერ იყოფენ, ახლა მნიშვნელოვანი არაა. ამ კონფლიქტებზე ვიცით, დავიმახსოვრებთ და ომის მერე უკვე ვიმოქმედებთ. და ომის მიმართ განწყობებზე როგორ მოქმედებს? იქნებ დროა დონბასი ჩააბაროთ, იქნებ დროა დამთავრდეს ეს ომი.
віддати, розумієте, це капітуляція. ეს კაპიტულაცია გამოვა, ამაზე ხალხი არ ფიქრობს, არ ფიქრობენ. ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცნობ ხალხს, ვინც იტყვის, კაი, წავიდეთ სახლში მორჩა ყველაფერიო. ძალიან ბევრი ადამიანია უკვე გარდაცვლილი, ძალიან ბევრი დავკარგეთ საიმისოდ, რომ ახლა ჩავბარდეთ. ჩვენ ამ თემებზე არ ვფიქრობთ. არ ვფიქრობთ, რომ ტრამპი და პუტინი მოილაპარაკებენ და ჩვენ ჩაგვაბარებენ. ისინი ლაპარაკობენ და მტერი უბრალოდ ურტყამს უბრალო ადამიანებს. ხალხს ბომბავს, ვინც თავის სახლშია. ყველაზე საშინელება ისაა, რომ ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები იღუპებიან. აი ჩემს მეზობელ სადარბაზოში მოფრენა იყო, გოგო დაიღუპა, სახლი იწოდა და მე-6 სართულიდან გადმოხდა. ბიჭი დაიღუპა, ვისაც ანასხლეტი ყელში მოხვდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აგრესორი ქვეყანა დაისაჯოს, რომ მსგავსი აღარ გაიმეოროს. ჩვენ უკვე გადავაჭარბეთ მეორე მსოფლიო ომს, ანუ დღეების მიხედვით სრულმასშტაბიანი ომი უფრო დიდხანს გრძელდება უკვე ვიდრე გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომი. ხალხი ტერიტორიების დაკარგვაზე კი არ დარდობს. ჩვენი ხალხის დაკარგვა არ გვინდა. ჩვენთან ხალხი ყოველ დღე იღუპება და თუ კი უკრაინის დახმარებაზე უარს იტყვიან, მერე ძალიან ცუდი სიტუაცია იქნება ევროპაში და ჩვენ ეს ვიცით, ამას ყოველდღე ვხედავთ. ახლა მარტო ერთი რამეა მნიშვნელოვანი, დაეხმარეთ უკრაინას, დაეხმარეთ, არ შეგეშინდეთ. ნუ გაიხედავთ გვერდზე. ნუ იფიქრებთ, ყველაფერი ასე ცალსახა არაა. უკვე მალე 4 წელი გახდება, რაც ომი გრძელდება, იღუპებიან ადამიანები, იღუპებიან ბავშვები და რისთვის ეს არავინ იცის. Більше вже скоро 4 роки війни. Гинуть люди, гинуть діти. Заради чого це все? Ніхто не розуміє. გასაგებია, მადლობა. დროებით გაუძელით. До побачення. Держитесь. Дякуємо. Дякуємо. Взагалі хочу подякувати მადლობდა ბოლოს მინდა ქართულ ხალხს მადლობა გადაუხადო იმ თანადგომისთვის, რასაც იჩენთ. მადლობა რომ გვეხმარებით. მინდა გითხრათ, რომ უკრაინელები ძალიან მადლობელი არიან ქართული ლეგიონის, რომელიც აქ იბრძვის. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც მუდმივად ამბობს მადლობა ქართულ ხალხს, მადლობა ქართულ ლეგიონს, მებრძოლებსა და მოხალისეებს. Дякую всім. Дякую тебе. До побачення. До побачення. ასეთი იყო ინტერვიუ, იმედია თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღეთ, მოვისმენთ იმის შესახებ თუ რა განწყობები არის უკრაინაში, ცხადია ეს არ არის სოციალური კვლევა და ეს არ არის თქვათ საერთო აზრი, ეს ერთი კონკრეტული ადამიანის აზრი იყო, თუმცა ვფიქრობ ის ზოგადად განწყობებს შეიძლება გამოხატავდეს. ახლა გადავიდეთ ფრონტზე, როგორც გითხარით და ფრონტზე სიახლეები თუ კი შეიძლება ამას ეწოდოს, ეს არის სუმის ოლქში გააქტიურდნენ, აი საუბარი არის ამ მონაკვეთზე პატარა სოფელი სასაზღვრო რაიონში, თუმცა ეს იმდენად უმნიშვნელო შემოჭრა იყო, ასე ვთქვათ, რუსების მხრიდან, რომ სლივოჩნიკ-კაპრის საერთოდ არანაირი სიახლე არ აქვს ამ მიმართულებაზე, რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, აქაც არაფერი, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით ახალი არ არის. რაც ძალიან, ასე ვთქვათ, უცნაური არის ამ შემოჭრაში არის ის, რომ დაახლოებით იგივე ამბავია, რაც ჩვენ გვახსოვს იყო შარშან ზამთრის ბოლოს, როდესაც აი ამ ადგილას რუსებმა გადმოკვეთეს საზღვარი და პატარა სოფელი დაიკავეს, ახლა იგივე გააკეთეს აი ამ ადგილას. როგორც ხედავთ, ზოგადად დაშორება იმ წერტილებს შორის, რაც ასე ვთქვათ, სუმის ოლქში არის რუსეთის აქტიურობით, არის საკმაოდ დიდი და პრაქტიკულად აზრს მოკლებული სამხედრო თვალსაზრისით, იმიტომ რომ ვერანაირი ახალი შეტევის განვითარების პლაცდარმები ეს არ არის. ეს უფრო გავს, ასე ვთქვათ, სალაპარაკო თემას ჩვენ ნახეთ, რომ გერასიმოვი იყო ჩასული ფრონტის ერთ-ერთ მიმართულებაზე, იქ რაღაცა მოხსენება ჰქონდა და თქვა, რომ 8 დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ, რაც ნამდვილეში ოკუპაცია არის და მათ შორის აი ეს ერთი პატარა სოფელი იყო ამ 8 ჩამონათვალში, როგორც ჩანს, რაღაც რუს სამხედროებს, რომლებიც ფონზე არიან, ჭირდებათ რაღაცა გამამხნევებელი ინფორმაციები იმისთვის, რომ ეს ბრძოლის უნარიანობა არ დაკარგონ. კიდევ ერთხელ აი ეს აი ამ მასშტაბის რუკაზე არც ჩანს, აი ესეთ პატარა რაღაცა სოფელი არის, თითქმის უსახელო და როგორც გითხარით, იმდენად უმნიშვნელო შეჭრა იყო, რომ სლივოჩნიკ-კაპრის არც აღუწერია თავის რუკაზე და არც ომის შემსწავლელ ინსტიტუტს. შემდეგი მიმართულება არის კუპიანსკი. კუპიანსკში გრძელდება საბრძოლო მოქმედებები სრული დეოკუპაციისთვის. აქ საინტერესო იყო გერასიმოვის განცხადება, რომ კუპიანსკში ჩვენ ვაგზელებთ ზეწოლას იმისთვის, რომ
გავათავისუფლოთ არ იხმარა რომ გავანადგუროთ იქ შემოჭრილი ასე ვთქვათ უკრაინული ჯარებიო პრაქტიკულად უარყოფს იმ ვითარებას რაც ახლა არის კუპიანსკში შექმნილი როდესაც რამდენიმე პატარა წერტილში ქალაქის ცენტრში რუსული დანაყოფები ალყაში არიან პრაქტიკულად და იქ მიმდინარეობს მათზე წმენდის ოპერაციები სლივაჩნი კაპრის რაც შეეხება იქ აი ასეთი სიტუაცია არის გასულ დღეებთან შედარებით სლივაჩნი კაპრიზიც აჩვენებს რომ რუსებმა უკან დაიხიეს თუმცა ამას ასე ვთქვათ გერასიმოვი არ აღიარებს რაც შეეხება აი ამ წამონაზარს ასე ვთქვათ რომლის მიხედვითაც რუსები სლივაჩნი კაპრიზის მიხედვით ქალაქ კუპიანსკს უახლოვდებიან აღმოსავლეთ მხრიდან ის არ დასტურდება არათუ deep state-ის რუკის მიხედვით არამედ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკების მიხედვითაც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი პრაქტიკულად იმეორებს იმ სიტუაციას რომელიც არის deep state-ის რუკაზე და შესაძლოა აი ეს წამონაზარდი ასე ვთქვათ რომელსაც გვიჩვენებს სლივაჩნი კაპრისელი დაახლოებით ესე გამოიყურება გერასიმოვი ამას ეყრდნობა და აცხადებს რომ კუპიანსკის აღმოსავლეთიდან ხდება შეტევა გარდა ამისა გერასიმოვისვე განცხადებით ისინი ახლა აწარმოებენ უკრაინული დანაყოფების განადგურებას რომელიც აი ამ რეგიონში არიან ალყაში აი ამ რეგიონში ალყა არათუ იგივე deep state-ის ან ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკაზე არ ჩანს არც სლივაჩნი კაპრისის რუკაზე შესაძლოა ის გულისხმობდეს აი ამ პატარა ყელს ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ კაჭელს თუმცა აქაც როგორც გითხარით აი ეს შემოჭრა არც ერთ სხვა რუკაზე არ დასტურდება ახლა გადავიდეთ შემდეგ ქალაქზე და ეს უკვე არის ლიმანი ლიმანთან დაკავშირებით deep state-ის რუკა საკმაოდ აგვიანებს როგორც ჩანს იმიტომ რომ როგორც სლივაჩნი კაპრიზის ასევე ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკების მიხედვით ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკების მიხედვით ლიმანი უკვე მთლიანად საბრძოლო მოქმედებების არეალში არის სლივაჩნი კაპრიზის მიხედვით დიდწილად ასე ვთქვათ საზღვრებთან არიან მისულები ხოლო deep state-ის მიხედვით ჯერჯერობით ლიმანთან ახლოსაც არ არიან ლიმანის მისადგომებთან არიან უფრო სწორედ აქ საგულისხმოა სივერსკი ქალაქი რომელიც ასე ვთქვათ რომლის ოკუპაციაც დეკემბრის ბოლოს მოახერხეს რუსებმა და ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ რომ სივერსკი იქნება ერთ-ერთი მიმართულება სწორედ სლავიანსკისთვის როდესაც დაიწყება სწორედ სლავიანსკი კრამატორსკი კონსტანტინოვკა ამ აგლომერაციაზე შეტევა მე გიყვებოდით რომ აქაც იქნება აქაც ასე ვთქვათ როგორც ჩანს რუსებმა ეს გაყვეს ორ ნაწილად სლავიანსკი კრამატორსკი ერთის მხრივ საიდანაც ლიმანიდან და სივერსკიდან ან ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ეცდებიან ამ ნაწილზე შეტევას ხოლო მეორე იქნება უკვე კრამატორსკი არა და ბოდიში კონსტანტინოვკა დრუშკოვკა ეს მიმართულება და აქედან იქნება შეტევები. რაც შეეხება კონსტანტინოვკას აქ ასე რუკაზე თუ დავხედავთ არაფერი პრაქტიკულად კარგი ხანია აღარ შეცვლილა არიან კონსტანტინოვკას მისადგომებთან სამხრეთ აღმოსავლეთიდან რუსები და აქ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები იგივეს გვაჩვენებს სლივაჩნი კაპრიზის რუკა და პრაქტიკულად იგივეს გვაჩვენებს ომის შესწავლელი ინსტიტუტის რუკა. თუმცა ომის შესწავლელი ინსტიტუტის რუკის მიხედვით თქვენ ხედავთ რომ საბრძოლო მოქმედებების არეალი კონსტანტინოვკასთან სამხრეთიდანაც უფრო მიახლოვებული არის და ჩვენ ასე ვთქვათ ნახეთ რუსი ჯარისკაცები სოფელ ივანოვკაში ასევე როჟენსკეში და ბერესტოკში ასე ვთქვათ ეს რა შეიძლება გულისხმობდეს კონსტანტინოვკაში შესაძლოა განვითარდეს მოვლენები ისევე როგორც პოკროვსკიში მე გახსოვთ
გასულ წელს გიყვებოდით ტაქტიკაზე, როდესაც ხდება თითო ოროლა, ასე ვთქვათ, სამხედროს შეჟონვა ნაცრისფერი ბოლოს სიღრმეში, სადაც ისინი მაგრდებიან ამა თუ იმ მიტოვებული შენობის სარდაფებში, იქ ხდება შეგროვება და მერე ხდება უკვე მასირებული შტურმები. სწორედ ასე მოხდა პოკროვსკიში, თქვენ გახსოვთ, რომ თვეების განმავლობაში გროვდებოდნენ აი ეს ჯგუფები თვითონ ქალაქის მისადგომებთან, ან თუნდაც ქალაქის სიღრმეში, იქ სადაც მიტოვებული შენობები იყო და მერე უკვე ერთბაშად მოხდა შეტევა, რამაც წარმოაჩინა სწრაფი გარღვევა. არის ვარაუდი, რომ კონსტანტინოვკაზეც ამ ტაქტიკით იმუშავებენ, რადგან როგორც გითხარით, მის მისადგომებთან უკვე გამოჩნდნენ რუსის სამხედროები, მართალია ერთეულები, ზოგი მათგანი უპილოტოს FPV დრონის მსხვერპლიც გახდა, თუმცა ეს სტატისტიკა და ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა რუსულ გენერალიტეტს გადაწყვეტილი ჰქონდეს, რომ კონსტანტინოვკაც პოკროვსკის სცენარით შეუტიოს და მცირე ჯგუფებით შეძლონ შეჟონვა ქალაქში, მიტოვებული შენობების სარდაფებში გამაგრდნენ, დაელოდონ დახმარებას, როდესაც უკვე საკმარისი რაოდენობით შეგროვდებიან ქალაქის ამა თუ იმ უბანში დაიწყონ ერთობლივი შტურმი. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ყოველ შემთხვევაში ასეთი ვითარება არის დღეს კონსტანტინოვკას მიმართულებაზე. შემდეგ უკვე უნდა გადავიდეთ, რა თქმა უნდა, პოკროვსკი მირნოჰრადზე. აქაც, ასე ვთქვათ, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი და Deep State-ის რუკები აჩვენებს, რომ საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ გრძელდება მირნოჰრადის მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება პოკროვსკს, მისი ჩრდილოეთით გადმოინაცვლა საბრძოლო მოქმედებებმა, როგორც ხედავთ, სულ უფრო უახლოვდებიან სოფელ ხრიშნეს და ასევე დასახლება როდინსკეს რუსები. როდისკე უკვე ასე ვთქვათ საბრძოლო მოქმედებების არეალშია. ეს ორი ქალაქი გახსოვთ გეუბნებოდით რატომაც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ გადის შიდა სასოფლო გზები, რომელიც მირნოჰრადისთვის და პოკროვსკისთვის მომარაგების გზებად რჩება. სლივაჩნი კაპრიძე მიუთითებს, რომ მირნოჰრადი და პოკროვსკი სრულად არის ოკუპირებული, თუმცა ომის შემსწავლელი ინსტიტუტი და Deep State-ი აჩვენებს, რომ იქ ჯერ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და ჩვენ არაერთხელ გვახსოვს და გქონია შემთხვევა, როდესაც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ყოველთვის გაცილებით ადეკვატურ ინფორმაციას ავრცელებს ფრონტიდან. ხშირ შემთხვევაში ის გაცილებით კრიტიკულ სიტუაციას აღწერს უკრაინელებისთვის, ვიდრე Deep State და თავად სლივაჩნი კაპრიზია. შესაბამისად, აქ უნდა ვივარაუდოთ, რომ ისევ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ახლა ჩავიდეთ ულიაპოლეს მიმართულებით, როგორც ხედავთ, პრაქტიკულად სრულად არის გადაკვეთილი მდინარე, რომელზეც მე გიყვებოდით, ეს მდინარე ჰოლიაპოლეს პრაქტიკულად ორ არათანაბარ ნაწილად ყოფდა და დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ის იყო ბუნებრივი დაბრკოლება რუსებისთვის. პირველ ეტაპზე მათ შეძლეს მდინარის ფორსირება შედარებით სამხრეთიდან და უკვე სამხრეთიდან უტევდნენ ჰოლიაპოლეს ცენტრს, თუმცა ჩვენ ხედავთ უკვე, რომ პრაქტიკულად მთელს ქალაქში მდინარე ფორსირებულია და ახლა საბრძოლო მოქმედებებმა გადმოინაცვლა ქალაქის შედარებით დასავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით ქალაქის საზღვრებზე. განსხვავებულ სურათს ხატავს ჰოლიაპოლესში სლივაჩნი კაპრიზი, პრაქტიკულად სრულად აქვთ ოკუპირებული და მეტიც ქალაქს გაცდნენ საოკუპაციო ძალები, მხოლოდ აი ეს პატარა ტერიტორია არის, სადაც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, ის დაახლოებით იგივე სურათს ხატავს, რასაც Deep State-ი, აი რომ გადავიტანოთ და ვაჩვენოთ, რომელი ასე ვთქვათ რუკა რას აჩვენებს, აი დაახლოებით ეს არის თვითონ უშუალოდ Deep State-ის რუკა, რაც შეეხება სლივაჩნი კაპრიზს, ის მოვნიშნოთ წითელით და მისი მონაცემებით, აი ესეთი ტერიტორია უკვე სრულად ოკუპირებული არის. ხოლო რაც შეეხება სლივაჩნი კაპრის, მათი მონაცემებით, აი დაახლოებით ესე გამოიყურება რუსეთის საოკუპაციო ძალების წინსვლა. ხედავთ თუ როგორი განსხვავება არის თვითონ სლივაჩნი კაპრიზის მონაცემებითაც აი ამ ტერიტორიაზე ქალაქის, რომელიც არის სამხრეთ-დასავლეთი, ჯერ კიდევ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. უნდა აღინიშნოს, რომ იგივე პოკროვსკი მირნოჰრადის აგლომერაციისგან განსხვავებით, იგივე კუპიანსკისგან განსხვავებით, ჰოლიაპოლესში გაცილებით სწრაფად მიიწევენ წინ რუსები, აქ უფრო სწრაფი და ეფექტური წინსვლა, თუმცა ასეთი წინსვლა ჩვენ გვახსოვს კუპიანსკშიც და იმედი დავიტოვოთ, რომ როგორც კუპიანსკის
ოკუპაცია შეძლეს, ასევე მოხდება ხოლიაპოლეში, თუმცა დაველოდოთ ვითარება საკმაოდ კრიტიკული ამ მიმართულებით როგორც ჩანს და ბოლოს უნდა ვილაპარაკოთ ქალაქ ზაპოროჟიეს მისადგომებთან. მალაკოტორინკასთან მივიდა უკვე საბრძოლო მოქმედებების არეალი, როგორც ხედავთ და აქედან ქალაქ ზაპოროჟიემდე წინა ეპიზოდშიც გიყვებით, რომ დიდი მანძილი აღარ არის 25 კილომეტრი, რაც აბსოლუტურად ნიშნავს იმას, რომ ქალაქის შემოგარენში, ქალაქის ცენტრში არა, უკვე შესაძლებელი არის უპილოტო საფრენი აპარატების დაფარვის ზონაში, ასევე артиლერიის დაფარვის ზონაში მოხდეს, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის, როგორც გითხარით, აი ეს არის მდინარე, რომელიც ყოველთვის ბუნებრივი წინაღობა არის და ჩვენ ხედავთ, რომ სწორედ აქ მიმდინარეობს ახლა საბრძოლო მოქმედებები, ახლა მიდის იმაზე მსჯელობა, როგორ განავითარებენ რუსები შეტევას ამ მიმართულებით, თუმცა სანამ ამაზე გეტყოდით, მოდით შევხედოთ სლევოსნი კაპრიზის რუკას. Deep State-ის რუკისგან განსხვავებით, ის ჯერ არ არის მიღწეული აი ამ მალაკატერინკასთან არ არიან რუსები და პირიქით შედარებით აღმოსავლეთით ვითარდება მათი შეტევა და რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, მათი ინფორმაციით საბრძოლო მოქმედებების არეალში მოხვედრილი არის მალაკატერინკა, თუმცა ეს რუსეთის შეტევა შედარებით აღმოსავლეთით აქაც აღენიშნება და რომ დაუბრუნდეთ იმას თუ როგორ შეიძლება განვითარდეს აქ საბრძოლო მოქმედებები. Როგორც გითხარით, აი ეს არის მდინარე, რომელიც გადის ზაპოროჟიეს ოლქში და ახლა არის ვარაუდი, რომ რუსეთის შეტევა გაგრძელდება სწორედ აი ამ მდინარის გაყოლებაზე და კამიშუკა აი ამ ქალაქის მიმართულებით, იმისთვის რომ მოხდეს გზის გადაჭრა. Აი ეს არის ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც აკავშირებს ქალაქ ორიხივს და ზაპოროჟიეს და რუსები როგორც ჩანს ეცდებიან აი აქ გადაჭრან ეს მაგისტრალი იმისთვის რომ ერთის მხრივ ორიხივში დარჩენილ უკრაინელებს გადაუჭრან საკომუნიკაციო გზა და დაუტოვონ მხოლოდ შიდა საქალაქთაშორისო გზები და არა ცენტრალური, რომლითაც გაცილებით რთული იქნება მომარაგება, ასევე შემდეგ უკვე ამ ცენტრალური მაგისტრალით უფრო მარტივად შეძლონ ზაპოროჟიეზე შეტევის განვითარება. თუ კი ასე განვითარდა, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ვიფიქროთ, ვივარაუდოთ, რომ რუსები ეცდებიან აი ამ მიმართულებით, თუ კი ორიხევიც აიღეს, აი ამის სრულად ოკუპაციას და შემდეგ უკვე უფრო მარტივად შეტევის წამოწყებას ზაპოროჟიეზე, რადგან სხვა შემთხვევაში აი აქ საკმაოდ დიდი წინაღობა არის, როგორც ხედავთ, მდინარე საკმაოდ დიდი ფონი აქვს, შესაბამისად მისი ფორსირება არ იქნება მარტივი საქმე, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით სწორედ ასე განვითარდება მოვლენები, თუმცა დაველოდოთ ეს ბევრწილად იმაზეც იქნება დამოკიდებული თუ როგორ და სად დაიცავენ თავს უკრაინელები. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ხშირ შემთხვევაში რუსები უტევენ არა იქ, სადაც სჭირდებათ, არამედ იქ, სადაც შეუძლიათ. ეს თავის თავში გულისხმობს იმას, რომ იქ, სადაც უკრაინელებს საკმაოდ სუსტი პოზიციები აქვთ. იმ წერტილების გამოაშკარავება, იმ წერტილებზე დარტყმა და შემდეგ ფრონტის ხაზის სწრაფი გარღვევა, ეს არის ტაქტიკა, რომლითაც რუსები ბოლო წელიწადნახევარია იბრძვიან. და იგივე ხოლიაპოლეშიც ანალოგიური ამბავი მოხდა, იქ ნახეს სუსტი წერტილი და მარტივად გაარღვიეს. მოკლედ დღევანდელი ეპიზოდი ასეთი იყო. მოგიყევით იმის შესახებ თუ რა ხდება ფრონტზე, ასევე ქონდა ჩართვა კიევიდან, უშუალოდ კიევში მცხოვრები ადამიანისგან მოისმინეთ თუ რა ვითარება არის უკრაინაში და ასევე ვისაუბრეთ იმ კორუფციულ სკანდალზე, რომელშიც უკრაინა კიდევ ერთხელ გაეხვა. მოკლედ სულ ეს იყო დღეისთვის. შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი არ გაქვთ წერილი, ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გაზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. დროებით მომავალ შეხვედრამდე.